ბრძენკაცმა მოწაფეს ასეთი კითხვა დაუსვა. რას ფიქრობ? რა არის ადამიანური სიცოცხლის ყველაზე დიდი ტრაგედია? ადამიანური სიცოცხლის ყველაზე დიდი ტრაგედია ალბათ ის არის, რომ კაცი საკუთარ კითხვებზე პასუხებს ვერ პოულობს. უპასუხა შეგირდმა. არა, თქვა ბრძენმა. ადამიანის ტრაგედია იმაშია, რომ იგი იმ კითხვებს ვერ პოულობს, რომელზედაც პასუხების გაცემა მართებს. როგორ მეძინება ურისთვის ცოტასაც დავიძინება ეხლა ადექი და იმ უაზრობაში წადი და როდის მორჩება რა ეს ტანჯვა გაჩერდი როგორ მეძინება მეძინება თვალებს ვერ ვახელ ისე მეძინება ცოტასაც დავიძინებ და ავდგევია ღმერთორისთვის გუშინ რა გვიან დავიძინე 4-5 საათი როგორ უნდა მეყოს თვალები და შუბლი როგორ მტკივა დღეს კიდევ მთელი დღე იქ უნდა ვიყო ალბათ გავგიჟდები ისევ ამ თავის ტკივილით რატო რა კარგია მინდია დღეს რა მაგარი დღე მელოდება ეხლა ვივარჯიშებ მაგარ განწყობაზე მოვალ აუცილებლად ძალიან ბევრი რამე მაქვს დღეს გასაკეთებელი და მოსასწრები მართლა რა ლამაზი დღე ასეთი ფერის მზე მგონი არც კი მინახავს საერთოდ მაგრამ მგონი უნდა ვიჩქარო რომ საერთოდ არ დამაგვიანდეს წავიდა ავდექით დროზე ყველაფერი ადგა წავიდა აი ასე ორნაირად შეიძლება დაიწყოს თანამედროვე ადამიანის დილა. ერთის მხრივ შეიძლება ადამიანი ადგეს სიტყვით გამოფიტული, განადგურებული, გამოუძინებელი, სიძულვილით გაჟღენთილი ახალი დღისადმი, თავის საშინელი ტკივილით. პირდაუბანელი და ლოცვა უთქმელი გაენთოს სამუშაო ადგილზე. ჩამოეკიდოს სიჩქარე აკრეფილი მატარებლის უკანასკნელ ვაგონს და ბოლო ავტობუსს. მეურეს მხრივ, თუ ადამიანმა გააცნობიერა და დაგეგმა საკუთარი დღე გასულ საღამოს, იშრომა და საკმარისად დაიღალა ფიზიკურად და ინტელექტუალურად, იგი ადვილად გაიღვიძებს და მის განწყობაში იქნება იმედიც, ხალისიც, რწმენაც, მოლოდინი, სიხარული და სხვა პოზიტიური ემოციები. როგორც არ უნდა იყოს, ჩვენს პოდკასტში მინდა უფრო სხვა რაღაცაზე ვისაუბროთ. ეს არ იქნება როგორც შეიძლება გაგიჩნდათ შთაბეჭდილება, დილით ადრე გაღვიძების ან time management-ის პრობლემები, რომლებიც ძალზედ აქტუალურია დღევანდელობაში. ეს არც განწყობის შენარჩუნების და მართვის თემაა, არც გამოძინების, დასვენების, რელაქსაციის და ასე შემდეგ. ამ თემებს მომავალში აუცილებლად მიუბრუნდები, რადგან სწორედ აქ იკვეთება წარმატებაც, ადამიანური მისიაც და სხვა ზოგად საკაცობრიო კონცეპტები. დღეს ჩემი ყურადღების ფოკუსში მოქცეული იქნება ადამიანური ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია. ფიზიკური მოძრაობის უგულობელყოფა, ფიზიკური მოძრაობის დეფიციტი და მინიმუმამდე შემცირება. ალბათ ბევრს ვინც იცნობს წმინდა წერილს, კარგად ახსოვს იდეა, რომელიც ქვაკუთხედად გასდევს მთელ წიგნს. ბიბლიის პირველსავე წიგნში რომელსაც დაბადება ეწოდება, ადამის მიერ ცნობადის ხილის გასინჯვის შემდეგ უფალი ასეთ სასჯელს ადებს მის მიერ შექმნილ არსებას. ადამს უთხრა: მიწა დაიწყევლოს შენს გამო. ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე. ზეძვი და ეკალი აღმოგიცენოს და მინდურის ბალახი იყოს შენი საზრდო. პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მოიქცეოდე, რადგან მისგან ახარ აღებული, რადგან ტვერი ხარ და მტვრადვე მოიქცევი. კაცობრიობის უდიდესი წიგნის სიმბოლიკა და სიბრძნე, რომელიც ამ სტრიქონებშია წარმოდგენილი, მიგვითითებს ადამიანისათვის შრომის და ფიზიკური მოძრაობის, არა უბრალოდ საჭიროებასა და აუცილებლობაზე, მიგვითითებს მიწისა და ადამიანის განუყრელ ერთობაზე.
ამ სტრიქონებში დაუფარავად იგულისხმება ის, რომ ადამიანი უნდა იყოს მძიმე და მომქანცველი შრომის პარადიგმაში, იმისათვის, რომ ისულდგმულოს და იცხონოს. ადამიანმა მაქსიმალურად უნდა გასცეს საკუთარი ხელების, წელის, კისრის, სახის, მთელი ორგანიზმის კუნთური ძალა, გადმოიტანოს მთელი ემოციური სისტემის სიუხვე საკუთარ ნაჯაფარზე. მხოლოდ ის შრომა, რომელიც ადამიანს ღლის, გამოდევნის მისი სხეულიდან ამაო კითხვებს, მან კი არ ეჭვებს დემონურ სიზარმაცესა და საბოტაჟს, უხალისობასა და უსაშველობის გრძნობას. ეს ბიბლიური ციტატა თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ ადამიანის ბედი ბრძოლა სხვადასხვა უკუღმართობასთან და სწორედ მის მიერ გაწეული ფიზიკური შრომა არის ადამიანური არასრულყოფილებისათვის გაღებული გამოსასყიდი. შინაგანი წყდიადისა და გაუნათლებლობის გამო. გამოსასყიდი იმისათვის, რომ კაცის გონებაში ჩასახლებული ეშმაკი, გაიგეთ ისე როგორც გნებავთ, არ მძვინვარებდეს და მართვის სადავეები არ ეპყრას ხელთ. ამ სტრიქონებში აგრეთვე საინტერესოდაა მინიშნებული საკაცობრიო ცივილიზაციის მნიშვნელოვანი გარემოება, ის რომ ადამიანს მხოლოდ ორი რეალური რეალობა გააჩნია: მიწა და ფიზიკური სხეული. სხეულის მეშვეობით ადამიანი გრძნობს, ადამიანი მოძრაობს, აფიქსირებს საკუთარ თავს სხვა ადამიანების და ცოცხალი არსებების ცნობიერებაში, ახდენს გარკვეული იდენტობის შექმნასა და თვითიდენტიფიცირებას. მიწა კი ის გიგანტური საყრდენია, რომელიც ადამიანს კვებავს, ასაზრდოვებს მინერალებით, ენერგიით, სიყვარულით, საკვებით, მცენარეებით. კაცის სხეული ფუნქციონირებს ზუსტად ისე, როგორც დედამიწა, მეტაფორულად ანგნებავთ პირდაპირი მნიშვნელობითაც. საკუთარი სისხლის მიმოქცევის, ნერვული, სუნთქვითი, ენდოკრინული და სხვა ადამიანური სისტემები დედამიწასაც აქვს. თავის მხრივ ადამიანის სხეულში უამრავი ქიმიური ელემენტია და ცალკე აღებული ერთი უბრალო ადამიანი არის მთელი სამყარო თავისი ურთულესი ორგანული პროცესებით. ადამიანი ძალიან წააგავს დედამიწას საკუთარი დამოკიდებულებით ამინდზე, მეტეოპირობებზე, საკუთარი რეაქციით ატმოსფერულ მოვლენებზე, ქარზე, წვიმაზე, მზიან თბილ ამინდზე და ასე შემდეგ. ადამიანური სხეულების უბრალო შეხება არის მისტიკისა და საოცრების გრძნობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ტაბუირებული და რამის საკრალიზებული იყო. მიწასთან შეხებაც თავისთავად არის არაჩვეულებრივი განცდა, თუ ამას უფრო ღრმად ჩავუკვირდებით. მიწა არის ის, რაც იყო, არის იქნება მაშინაც კი, როდესაც ჩვენგან მხოლოდ მოგონებები და შთაბეჭდილებები გადარჩება. როგორც უამრავი თაობის სიცოცხლის მდუმარე მოწმე, მიმღები, გამცემი და შემნახველი, დედამიწა განაგებს კოლოსალურ ენერგეტიკას და მასთან ნებისმიერი კონტაქტი და კომუნიკაცია, ჯდომა, წამოწოლა, მოსმენა, მიყურადება, ჩახუტება, დამუშავება, მოსავლის მოყვანა, ზრუნვა ადამიანს არაჩვეულებრივ ძალას აძლევს. ის შეიძლება ეს ბანალურადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ დედამიწა ყველაზე დიდი დაცვა ადამიანის. ომისა და სიცივეების დროს ადამიანები თხრიან სარდაფებს, ადამიანები ეძებენ სანგრებს და იქაფარებენ თავს. კაცმა მაგალითად საუკუნეების განმავლობაში სიგრძეს სიგანეზე სად აღარ თხარა დედამიწა, ჩაბურღა რამდენიმე კილომეტრით სიღრმეში, შეაგროვა დაკვირვებების უზარმაზარი მასალა, შექმნა თეორიები, მაგრამ ის რაც ადამიანმა იცის ან კიდევ მეცნიერებას პოპულარულ ენაზე დედამიწის მოსახლეობისათვის გამჟღავნებული აქვს, მხოლოდ ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რასაც მიწა ინახავს და თავისთავად წარმოადგენს. თითქმის ყველა რელიგია ხაზს უსვამს მიწის უნიკალურ როლს ადამიანის არსებობაში და საკუთარ რიტუალებში მიწასთან კავშირს გამოხატავს. სლავებში მიწა გამოხატულია ტოპონიმით ზემ, ზამ, ზემლია. თურქებისათვის დუნია. დასავლეთ ევროპული ხალხების ენაში მიწის სახელწოდებაში დომინირებს მარცვალი ერ, ტერა, ერდე, earth და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ასფალტურმა ცივილიზაციამ სულ უფრო მეტად დაგვაკარგვინა კავშირი მითოლოგიურ სახეებთან და მიწასთან. ჩამოგვაცილა მას გარკვეული გარსით, გაგვიჩინა ზიზღი, შიში, გაუცნობიერებლობა მიწისა, გაწყვიტა კავშირი იმას შორის, რაც არის მიწა და რაც ვართ ჩვენ. გასაგებია, რომ მსგავსი ფუნდამენტური სიმბოლოების ნგრევა ამგვარადვე ფუნდამენტურად ცვლის ფსიქოლოგიას, თუმცა მანამდე ტოტალურ ფსიქოლოგიურ კრიზისს იწვევს. კიდევ ერთ ადამიანურ ტრაგედიას წარმოადგენს ადამიანის ფიზიკური შრომისაგან ჩამოცილება, რაც ბიბლიის მიხედვით ადამიანს ბედად აქვს დაწერილი.
ისტორიის განმავლობაში განპირობებული იყო, რომ კაცი საკუთარი ხელებით ჩაბმული იყო მძიმე სამუშაოების შესრულებაში და ოფლით მოეპოვებინა პურის საკუთარი არსობისა. ისტორიული განვითარების პროცესმა მოახდინა საზოგადოების დიფერენციაცია, თუმცა მოძრაობა და ფიზიკური გარჯა ადამიანისათვის სიცოცხლის შენარჩუნების პირობა იყო. არისტოკრატიაც კი, რომელიც არ იყო გუთანში ჩაბმული კლასი, იბრძოდა და აწარმოებდა კონფლიქტებს მიწისა და საკუთარი კლანის ინტერესებისათვის. მაღალი წარმოშობის არისტოკრატი იძულებული იყო ჩამოყალიბებული იყო მეომრად, სისტემატურად ევარჯიშა, მიეღო მონაწილეობა სიუზერენის მიერ მოწყობილ ლაშქრობებში, ანუ ძალიან დიდი ფიზიკური და სულიერი ენერგია გაეღო. მისი მხედრული უნარჩვევები და ნიჭი, ფიზიკური ამტანიანობა, პოლიტიკური ალღო იყო გარანტი ახალი დაპყრობებისა და საკუთარი მამულის უსაფრთხოებისა. ნებისმიერ შემთხვევაში ისტორიულ ფორმაციული განვითარების მსვლელობაში თითოეულ ადამიანზე მოდიოდა საკმაოდ დიდი ფიზიკური დატვირთვები, რამაც ჩამოაყალიბა შრომის კონტექსტი, შრომის სიმბოლოები და მოთხოვნილება, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიოლოგიური. სამყაროს შეცვლის და საკუთარ თავზე მორგების მოთხოვნილება აიძულებდა ადამიანს ფიზიკურად ემოძრავა, გადაენაცვლა ერთი ადგილმდებარეობიდან მეორეზე, ეშრომა ბევრი ფიზიკურად და ინტელექტუალურად თანაბრად დახარჯულიყო სამყაროს შეცნობისა და დაუფლებისათვის ბრძოლაში. ანუ როგორი იყო წარსული ადამიანის ინტელექტუალური და ფიზიკური ძალისხმევების პროპორცია? თითქმის თანაბარი და რატო? იმიტომ რომ გარდა მძიმე თავგანწირული შრომის, ადამიანი აკვირდებოდა ბუნებას, ამინდს, სწავლობდა ატმოსფერულ მოვლენებს, მიწას, სოციალურ კანონებს, გეგმავდა მთელ წელიწადს და რესურსებს, ზოგავდა და ასე შემდეგ. ანუ წარსულის ადამიანი უფრო მეტად ჩართული იყო საკუთარი თავის ხარჯვის პროცესში, რაც არის კიდეც ბუნებრივი და შედეგიანი, რადგან გულისხმობს, რომ მხოლოდ ასე ხდება პიროვნების მუდმივი განახლება. ბუნების და უკუღმართობებთან ბრძოლის, დედამიწის და სხვა სტიქიების, ფიზიკური და ქიმიური კანონების მორჯულების და გახედვნისათვის განწირული ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდა Facebook-ი და კლიმატ-კონტროლიანი ავტომობილი, ემოციების ძირის ძირობამდე ეკვეთებოდა საკუთარ მისიასა და ბედისწერას, ლოცულობდა და უფალს ეძებდა. აბა მოდით ახლა დაუბრუნდეთ ჩვენს დროებას და ვიკითხოთ, რაში ვლინდება თანამედროვე ადამიანის ეგრეთ წოდებული თავგანწირვა, ანუ საკუთარი რესურსების, ენერგიისა და ძალის საზოგადოების და საკუთარი თავის საკეთილდღეოდ ხარჯვა. ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ მაქსიმუმ რაშიც გამოიხატება კაცის დღევანდელი შრომა ისაა, რომ საკუთარი ფეხით მივიდეს, მიცუნცულდეს სამსახურში, არ გამოამჟღავნოს ზედმეტი აგრესია სამუშაო ადგილზე, განაზებული თითუკები უწყაპუნოს კლავიატურას და ყველაზე მძიმე რაც შეიძლება გააკეთოს, გადადგას საოფისე სკამიან მაგი და ერთი ადგილიდან მეორეზე. იქვე მიიღოს კლიენტურის ტოქსიკური და ზე რადიაქტიური დოზა და სახლში ყოვლად განადგურებული დაბრუნდეს, სადაც ოჯახის წევრებთან მათ და პირადი განწყობის და მიხედვით გამართავს დისკუსიას ან სკანდალს თემაზე. დავიღალე ამ ცხოვრებით. რეალური ფიზიკური შრომისაგან მოწყვეტა, საკუთარი ხელებით, საკუთარი შრომის ნაყოფის შექმნისაგან მოწყვეტა, რეალური ფიზიკური დაღლის არარსებობა, თანამდვილებითი ინტოქსიკაცია ზედმეტ ინტელექტუალურ ლოგიკური ოპერაციებით ანგრევს ადამიანს არა მხოლოდ ფსიქიურად, არამედ ფიზიოლოგიურადაც. ირღვევა სისხლის მიმოქცევა, ფილტვების და დიაფრაგმის სწორი ფუნქციონირება, სისხლძარღვების ტონუსი, ნევროლოგიური სტაბილურობა და ასე შემდეგ. თუ წარსულის ადამიანის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 40-50 წელი იყო დიდი ფიზიკური შრომისა და მედიცინის განუვითარებლობის გამო, თანამედროვე ადამიანის სიცოცხლე, ანუ ის, რასაც სიცოცხლე ჰქვია და არა ზომბობანა, 25-30 წელს არ აღემატება. დღეს უკვე საოფისე ცივილიზაციის პროდუქტი ადამიანი შრომას ეძახის კომპიუტერის კლავიატურაზე, თითების მაღალი სიხშირით წკაპაწყობს, გარკვეულ არითმეტიკულ ლოგიკურ ოპერაციებს, ნერვულ-ემოციური დაძაბულობისაგან მიღებულ გადატვირთვებს. ასფალტურმა ცივილიზაციამ მოიტანა არაადამიანური, ყოვლად სატანური მიჯაჭვულობა კომფორტზე და შედეგად გაჩენილი კომფორტომანია, უმარტივესი ფიზიკური ძალისხმევებისაგან გაქცევის ჟინი. კომფორტომანიამ ისე გაანაზა თანამედროვე ადამიანი, რომ ყოველწლიურად მხოლოდ კომფორტის რღვევის შიშით ფიქსირდება გულისა და ნერვული სისტემის დაავადების უამრავი შემთხვევა და ფატალური შედეგი. ამასთან ერთად მიწისაგან მოწყვეტამ მოუტანა ადამიანს საკუთარ ამპარტავნებაში აღზევება, ცრუ იდეალებისა და ღირებულებების გაჩენა.
თითქოს ყველას ახსოვს და იმავდროულად არც ახსოვს მეფე სოლომონ ბრძენის მიერ გამოთქმული აზრი. უწინარეს დაცემისა, ამაღლდების გული კაცისა და უწინარეს დიდებისა დამდაბლდის. მიწაზე დასაღვრელი ოფლის საზღაურია არ გაწეული შრომა ადამიანს ტანჯავს, როგორც თაობებიდან გარდამავალი ვალი, რომლის გასტუმრება ვერაფრით ვერ ხერხდება. ძიმე ფიზიკური შრომა, რომელიც უნდა გახდეს უებარი წამალი, განმუხტვა სულში დაგროვილი შიშებისაგან, ეჭვების, მარტოობის, უკიდეგანო სევდის, დეპრესიებისაგან, იგნორირებულია ილუზიებში გაფრენილი ფსიქიკით. მოძრაობის და ფიზიკური დაღლილობის დეფიციტი ხდება თანამედროვე თაობების საბედისწერო წყევლა. შინაგანი თვითგამოხატულების გამუდმებული დეფიციტი საგონებელში აგდებს ადამიანს და მისი ყოფნის აზრს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ფიზიკური შრომის კულტურისაგან ჩამოცილება აშორებს ადამიანს საკუთარი სხეულის შესაძლებლობებზე წარმოდგენისაგან და ქმნის კიდევ ერთი ტრაგედიის წანამწყრებს. გამოგონებები და მოწინავე ტექნოლოგიების მიერ წამიერად მიღებული ეიფორია ვერ გადასწონის და ვერ გააბათილებს ადამიანის ადამიანურ ბუნებას, მის მიწიერებას, მიწიერეთობას. ფიზიკური შრომისა და ფიზიკური მოძრაობის შედეგად მიღებული ემოციური ნაყოფები, ფიზიკური შედეგები და სხვა ფართომასშტაბიანი საქმიანობები ჰაერივით ესაჭიროება თანამედროვე ადამიანს. თუმცა იგი სამწუხაროდ უკვე დიდი ხანია მოკლებული ასეთ ფუფუნებას. ცხოვრობს რა მუტანტი მწერივით ბეტონის ბუდეში, ხელოვნურად გაშენებულ ლანდშაფტებში და არც გააჩნია შესაძლებლობა, სურვილი და მოთხოვნილება უპირველესად მიწას დაუახლოვდეს. რადგან ეს ჩანაწერი ცოტა არ იყოს სევდიანი და მტკივნეული გამოვიდა, ვფიქრობ, დრო მოვიდა რამდენიმე სიტყვა ვთქვათ გამოსავალზე. პირველ რიგში მინდა ზოგს გადმოგცეთ, ზოგს გასწავლოთ, ზოგს კი შეგახსენოთ ერთი დიდი კანონი ჩვენი ცხოვრებისა. მაშასე ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ შემდეგი რამ. ნებისმიერი, თუნდაც ერთი შეხედვით გადაუჭრელი პრობლემა შეიძლება დაძლეული იყოს მხოლოდ უფრო მაღალი სულიერი მდგომარეობით, ენერგეტიკით ან უფრო მაღალმასშტაბური იდეით. იგივე სიფრთხეზე, სადაც ეს პრობლემა გაჩნდა, თქვენ ამ პრობლემას უბრალოდ ვერ სძლევთ. ცნობიერების იმ დონეზე, სადაც პრობლემა წარმოიშვა, პრობლემის გადაწყვეტის პროცესი უბრალოდ გაიწელება და გაჭიანურდება. ამიტომ თქვენ ყოველთვის უნდა ეძებოთ უფრო მაღალი სულიერი და ინტელექტუალური დონე, უფრო ფუნდამენტური იდეა და უფრო თავისუფალი მოძრაობა და ენერგია. კიდევ, რაც შეეხება მიწას და ფიზიკურ შრომას, ჩემი განსაკუთრებული რჩევა იქნება დაიბრუნეთ კავშირი მიწის სტიქიასთან, დაამყარეთ კავშირი მიწასთან. შეისწავლეთ ის ვიზუალურად ნებისმიერი ხელსაყრელი შემთხვევის დროს, მოусმინეთ. შეიგრძენით თითების ბალიშებით, ხელის გულებით, უსუნეთ, გემოგაუგეთ. აი ამ ერთი შეხედვით შავი, გაუგებარი კონსისტენციის სიმკვრივისათვის ხალხი თავს აკლავდა, უყოყმანოდ სწირავდა სიცოცხლეს. უსმინეთ მიწას. თქვენ გონიათ, რომ დედამიწა თქვენს გარშემო ტრიალებს, რომ თქვენში მთელი სამყაროა სიცოცხლის? კარგი იქნება თუ იფიქრებთ, რამდენი სიცოცხლეა ერთ პატარა მობიბინე ფერდობში, მღვიმეებში, მთებში, კონტინენტზე. დაამყარეთ მიწასთან სულიერი კავშირი, რადგან თუ ყველა ცოცხალი ადამიანი, ცხოველ ფრინველი და არსება ერთმანეთთან კავშირშია ჰაერის მეშვეობით, მიწა აერთიანებს ყველა თაობას, რომელიც ოდესმე იყო, არის და იქნება. ამიტომ მიწის მაგია გადაუფასებელია. იფიქრეთ მიწაზე, მოაწყეთ დისკუსიები თქვენს მეგობრებთან ამ თემაზე და შეისწავლეთ ეს საკითხი. ეცადეთ ჩაებათ ფიზიკური შრომის ფერხულში. კი, ჟღერს საკმაოდ პროპაგანდისტულად, მაგრამ ეპოქისა და განურჩევლად ალტერნატივა ამას არ აქვს. დაეხმარეთ ადამიანებს სოფლად, სადაც კიდევ შემორჩენილია სოფლის მეურნეობისათვის დამახასიათებელი შრომითი საქმიანობები. აკეთეთ რაღაც ფიზიკურად, საკუთარი ხელებით. დაეუფლეთ სხვადასხვა ფიზიკურ უნარჩვევებს, ხელობის საწყისებს. ნუ დაემსგავსებით ზოგიერთ ადამიანებს, რომლებიც ლურსმნის კედელზე დასაჭედებლად ხელოსანს უხმობენ. საკუთარ სახლში მოიხედეთ. იმდენ რამეს იპოვით, რაც შეგიძლიათ საკუთარი ხელით რომ გააკეთოთ. თავი შეიძლება დავით აღმაშენებელი გეგონოთ მეფედ კურთხევის შემდეგ. აკეთეთ საკუთარი ხელით. ნუ ვიფიქრებთ, რომ დროს კარგავთ, გან არ გსმენიათ მოაზროვნეებისაგან. ადამიანი ამბობს, რომ დრო მიდის, მაგრამ დრო ამბობს, რომ ეს ადამიანი მიდის.
ამიტომ ეცადეთ ღირსეულად და პროდუქტიულად გაიაროთ თქვენი გზა და არა მხოლოდ მოყვასთა განკითხვაში. აკეთეთ მეტი, ფიქს მოასწრებ და იგი არსად გაგექცევათ. თანამედროვე ადამიანი ჩაიკეტა ფიქრებისა და ვირტუალური ქმედებების ლაბირინთში, ამიტომ ფიზიკური შრომა უნდა დაგეხმაროთ ფიზიკური და მენტალური პოტენციალის რეალიზებაში. იმოძრავეთ მეტი. დანერგეთ ფეხით სიარულის ჩვევა. ალბათ იშვიათია ჩვევა, რომელსაც შეუძლია ადამიანისათვის ამდენი პოზიტივის მოტანა. სიცოცხლის გახანგრძლივების, თანაც ჯანსაღი და სასიამოვნო სიცოცხლის. როდესაც ფეხით დადიხართ, თქვენ გარკვეულ საკითხზე კონცენტრირებული ხართ. ამუშავებთ სხვადასხვა ფიზიოლოგიურ სისტემებს, აზროვნებთ უკეთესად, იცვლით შთაბეჭდილებებს, დედამიწის მოძრაობას უწყობთ ფეხს და რაღაც რიტმში ჯდებით. აირჩიეთ სპორტის რომელიმე, ანდა ცეკვის სახეობა და შთაგონებულად მიხევით. დღეს ხშირად გაიგონებთ აზრებს, არ გეზარება რისთვის, რომლებიც დამიჯერეთ, რომ ეშმაკისაა. თუ დღეს რაღაცამ შეიძლება დაასტაბილუროს ადამიანის ფსიქოლოგია, ეს მუჭებით გადაყლაპული ანტიდეპრესანტები კი არ არის და არც თოქ-შოუებიდან მიღებული სულიერი საზრდო. მხოლოდ საკუთარ სხეულთან ჰარმონიული დამოკიდებულება, რაც ნიშნავს სხეულის მიღებას, მოვლას, პატრონობას, დატვირთვას და სწორ ექსპლუატაციას, გაძლევთ შანსს, რომ 40 წლის ასაკში არ გამოიყურებოდეთ როგორც გახსნილი და ამჟავებული ტუშონკის ქილა. მხოლოდ მოძრაობა ბადებს უფრო მეტი მოძრაობის ენერგიას. მხოლოდ მოძრაობა ბადებს უფრო მეტი მოძრაობის მოთხოვნილებას. მხოლოდ მოძრაობა გაძლევთ უფრო მეტ გაბედულებას. და როგორც დიდი ილია ამბობდა, მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მომცემი. იცხოვრეთ გაბედულად.